რა სურათი დაგვხდათ იქნებ? არაფერი უბრალოდ ახლა ის ბეტონებია, რასაც ჩამოგრეული არის, ეგ არის რა და აქ ახლა პროდუქტი იყო გამოსატანი. ხოდა სხავდეს და შეუშვეს რა რომ გამოვიტანოთ. ეს თქვენი პროდუქცია იქ არა, ბუტკა არის აქ და ქალებისა და იმათ გამოვუტანე. ამ საფრთხეს ხედავდით თქვენ? მე სხვაგან მუშაობდი და მე ესე ჩავიარე. ჩემი შესვლა ბაზარში და ჩამოგრევ ერთი იყო. 2 წუთით შევასწარი რა, არც კი რა, წამებში. და მანამდე ეს რომ გაბზარული იყო, ხო ყველა მიცოდით. ეს ახლა რავია მოყვეს ეს ყურადღება, მე რავი ბაზარში მუშაობ და ხო. მერიას შეიძლება და რომ არ ცოდნოდა ამ ხელა საფრთხე? არა მგონია, რა ვიცი, შეიძლება რომ იცოდა, რა ვიცი, ახლა მოსახლეობისგან ეცოდინებოდა. ხო, რეკავდნენ, აფრთხილებდნენ და ხალხი გააფრთხილა, ვინმე აქ არ იაროთ. თქვენ გითხრავით? არა. აი, საშიშია, აქ არ გაიაროთ, აქ არ ივაჭროთ. არა, ჩვეულებრივად, ჩვეულებრივად მოძრაობდით, ჩვეულებრივად იყო. ვისი პასუხისმგებლობაა რაც მოხდა, როგორ ფიქრობთ? მთავრობის ალბათ, რა ვიცი. საფეხმავლო ბილიკზე რომ გადაადგილდებით, თავს უსაფრთხოდ გრძნობთ? არა. რატომ? ხშირად ხდება ესეთი შემთხვევები, რომ შენობიდან ან აგურები ვარდება, ან როგორც აქ მოხდა, რომ მთელი ის პორცია ჩამოიშალა და არ არის. მიზეზი რა არის? მოულელი არის შენობები და ამიტომაც ხდება ესეთი შემთხვევები. გუშინ მერმასსა და პასუხისმგებლობის მოქალაქეებზე გადატანა. ნუ არ არის მოქალაქეების ბრალი. ამ ხელა შენობას ახლა მოქალაქე ხო არ გაარემონტებს. არის მთავრობის საქმე. ადრე იყო შემთხვევა საბჭოს მოედანზე ჩამოვარდა აგური და ქალბატონს დაეცა თავში. არ არის დაცული და არც მოქალაქეების მოვალეობა არაა ეს არის. აი რადგან წასული შემთხვევები გაიხსენეთ, ისეთი შემთხვევა თუ გახსენდებათ, როდესაც ვინმე მაიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე. არა. პასუხისმგებლობა არა. ყოველთვის ხალხია დამნაშავე. ყოველთვის ხალხია დამნაშავე. რაზე მიანიშნებს ეს როგორ ფიქრობთ? პასუხისმგებლობას ირიდებენ და არ სურთ მოქმედების მიღება. ქალაქში გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ თუ გრძნობთ, აი მაგალითად ეს შენობაც დანგრევის პირასაა. ნამდვილად არა უძინო. არა უძინო. პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე, რომ თქვენ დაცულად ვერ გრძნობთ ტროტუარზე სიარულის დროს თავს? მერია. მე მასე მგონია რომ მერია და ყავაძემ გითხრა ხალხის ბრალიაო ეს რაც მოხდა არ გამოვიდნენ შენობიდან. არა უშავს, ჩვენი ბრალი არის, უნდა ვიყოთ სახლებში და არ გამოვიდეთ და კალაძე რა ვქიან, კანონებს დაგვიწერავს, რა ვქნათ, როდის გამოვიდეთ. აი აქ ფილმ გუშინ იმ სხერპლა 2 ადამიანი და აქვე შეხედეთ თქვენ ტელევიზიით ნახეთ. ხო, აი აქვე ფილები გადმოცვენის პირას არის. თქვენი აზრით დღეს ვინმე მოვიდო და ამას შეამოწმებდა? არა მგონია. მოპირდაპირ მხარეს არის აქვე. აი ახლა დავარ შეიძლება თავში რაღაც შეიძლება, კი, ნამდვილად შეიძლება. რა ვქნათ. ან უნდა შევცვალოთ, ან უნდა შეუშვიროთ თავი. ხალხის ხომ არ არის გულგრილი გასაკვირდებით თქვენ ასეთ პროცესებზე? რა ვიცი, მე მგონი ხალხი ჩვენ ბრალიცაა, მე მგონი. არ თხოვულობთ, რაც ჭირდება, არ თხოვულობთ. გახსენდებათ ერთი ფაქტი მაინც, როდესაც ოცნების რომელიმე წარმომადგენელმა პასუხისმგებლობა აიღო რამე შეცდომაზე ან მომხდარზე. არ მაგონდება, ნამდვილად არ მაგონდება. სულ ჩვენ ვართ დამნაშავეები, ან არ უნდა გადავადგილდეთ, არ უნდა ტრანსპორტი, რა ვიცი, არ შევიცვალოთ და ვიყოთ ასე. უკაცრავად. კალაძე ნაწილობრივ მართალია, ალბათ ჩვენი ბრალიც. ჩვენი, ყველაზე მეტად ჩვენი ბრალია. 8 წელია რომ ვისმენთ მისგან იმას, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები. ალბათ. კარგად იყავით. მადლობა და ფრთხილად. ცდილობ. ნახეთ შენობა რა დღეშია. თქვენ ტროტუარზე სიარულის დროს თავს უსაფრთხოდ გრძნობთ? არ გრძნობ უსაფრთხოდ თავს. სულ შიშის ქვეშ ვარ. და მაღლა ვიყურები რა ვიცი, ეხლაც ვიყურებოდი, მაგრამ რამე არ გადმოვარდეს მეთქი. ხო, აი ეს ფილა გადმოვარდნის პირასაა. დიახ და ძალიან მეშინია, თუ მიხედავი ყველაფერს კარგი იქნება. აი რატომ ხდება ასე, რომ ხალხი შიშით დადის ქუჩაში? რა ვიცი, რა გითხრათ, მოულელია, მოუწესრიგებელია, ქუჩებიც, კორპუსებიც გაბზარულია, ნახევარზე მეტი ავარიულია და სულ შიშის ქვეშ ვარ. კი, ეს არის. შეიძლება წავიდე? მადლობა. მადლობა. აი თქვენ ნახეთ ეს, ახლა პირველად ნახეთ? პირველად ნახე ხო და ხელის ვისმინება რა ადგილი ვერ წარმოვიდგინე. აი თქვენს უკან შეგიძლიათ რომ მიიხედოთ ამ შენობის მოპირდაპირედ, სადაც ტრაგედია მოხდა, ნახეთ რა დღეშია კორპუსი გაბზარულია, ხედავთ მაღლა. ერთი ფილა გადმოვარდნის პირას არის აქ. თავს დაცულად გრძნობთ ტროტუარზე რომ დაგიხართ?
დაცულად გარაშიში ადამიანებს თავში და მე წუხელის ეს რაღაცას უსმინე. რატომ ხდება ასე, როგორ ფიქრობ? რატო ხდება და ქვეყანას არ გინდათ თქმა?